პირველად თანამედროვე ქართული ტელევიზიის ისტორიაში ექსკლუზიური კადრები ქალკედონის ნახევარკუნძულიდან მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი ათონის ივერთა მონასტერში შევიდა. უძველესი ქართული კულტურის კერად წოდებულ ადგილზე, სადაც ბოლო ქართველი ბერი 50-იან წლებში გარდაიცვალა, ღვთისმსახურება და რამდენიმე რელიგიური რიტუალია გადაღებული. რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ უნიკალური პროცესი. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის გამობრძანების სამსახველი ვიდეო მასალაც მინდა მიწაზე ყოფნის დროს ჩვენმა ჟურნალისტებმა ისტორიული წიგნსაცავის დათვალიერებაც მოახერხეს თორნიკე ერისთავის აბჯარი, ოპიზის 4 თავი მე-17 საუკუნეში ქართველების მიერ შესრულებული გარდამოხსნა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიძველეებისა, რომლებსაც ივერონის მონასტერი ინახავს. მეცხრე არხის გადამღებმა ჯგუფმა ათონულ ბერებთან ერთად 4 დღე გაატარა. და დათო ახვლედიანი დღეს დილით დაბრუნდა საბერძნეთიდან, ის პირდაპირ ეთერში გვერდება. დათო, პირველ რიგში კითხავ, როგორ მოახერხე ათონის ივერთა მონასტერში შესვლა და იქ ვიდეო მასალის გადაღება? ლევან, მართლაც ძალიან რთულია ათონის ივერთა მონასტერში ასე მარტივად მოხვედრა, საკმაოდ რთულია. ჩვენ გვიშვამდგომლა მისმა ყოვლად უწმინდესობამ მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს მეორემ და ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ჩვენ მოვიპოვეთ დიამონი ტრიპიო, ამ საბუთით არის შესაძლებელი სწორედ ათონის მონასტერში მოხვედრა. აღსანიშნავია, რომ ათონის მონასტერში მხოლოდ მამაკაცებს უშვებენ. სწორედ ეს ფაქტორი იყო საბერძნეთის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა. ევროკავშირის საბერძნეთს დაუსვა პირობა, რომ შესაძლოა ეს განიხილებოდეს როგორც დისკრიმინაცია და უნდა იქნან დაშვებული ასევე ქალბატონებიც, თუმცა საბერძნეთის მთავრობამ და მართლმადიდებლურმა რესპუბლიკამ, ასე უწოდებენ ათონის მთას, თავის პოზიციაზე დარჩა და ეს პირობა იქნა, საბერძნეთის ეს პირობა იქნა გათვალისწინებული. ჩვენ მოგვეცა საშუალება დაგვეთვალიერებინა ათონის ივერთა მონასტრის უნიკალური მუზეუმი, საცავი, სადაც ინახება ქართველთათვის ძვირფასი რელიკვიები, როგორიც არის ოპიზის 914 წელს შესრულებული 4 თავი, ასევე თორნიკე ერისთავის აბჯარი, რომელმაც დაეხმარა ბიზანტიის იმპერატორ ბასილი მეორეს და ასევე ახალგაზრდა იმპერატორ კონსტანტინეს დაემარცხებინათ ბარდას კლიაროსი ამბოხებული ერთ-ერთი მხედართმთავარი და სწორედ ჩვენ დავაფიქსირეთ ასევე გრაგნილი თუ როგორ მიენიჭა თორნიკე ერისთავს ტიტული ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ასევე ჩვენ მოვახერხეთ, აგვეღწერა და გადაგვეღო ბერთა ცხოვრება, საკმაოდ მკაცრი კანონები არის ათონის ივერთა მონასტერში და ჩვენ ასევე ვიყავით არა მარტო ათონის ივერთა მონასტერში, არამედ სხვა მონასტრებშიც, როგორიც არის ვატოპედი და დოხიარი. ამ რესპუბლიკაში თავად არის 20 მონასტერი და საზეიმოდ ისინი იწვევენ პილიგრიმებს და პილიგრიმები პატივს მიაგებენ იქ დაცულ მონასტრებში დაცულ სიწმინდეებს. სწორედ ასეთი დღესასწაული დაემთხვა ათონის ივერთა მონასტერში, გამოაბრძანეს სამშაბათს, გამოაბრძანეს ივერის ღვთისმშობლის უნიკალური, ყველაზე ერთ-ერთი უძველესი და სასწაულმოქმედი ხატი. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ რეპორტაჟი ათონიდან. ეს ტალანტის ხმა. ათონელი ბერები მომლოცველებს ლიტურგიისა და დიდი დღესასწაულის დაწყებას ამცნობენ. ივერონის მონასტერში მაცხოვრის აღდგომიდან მესამე დღეს განსაკუთრებულად ზეიმობენ. ამ დღეს მონასტრის მთავარი ტაძრიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის გამობრძანება და მასთან ერთად ბერებისა და მომლოცველების მსვლელობა ეწყობა. ივერონში უძველესი სასწაულმოქმედი ხატისათვის პატივის მისაგებად პილიგრიმები თითქმის ყველა მართლმადიდებლური ქვეყნიდან ჩადიან, მათ შორის საქართველოდან. ქრისტე აღსდგა უბრალოდ სკოლისა, მინდა მოულოცო ყველა ქართველს. სრულიად საქართველოს წინვალი დღესასწაული, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო. ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გააძლიეროს, გაერთიანოს და დაიცვას ჩვენი სამშობლო. მომლოცველთათვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტარების უფლების მოპოვება არც თუ იოლია. ამისათვის კურთხევა ბერებმა, ხოლო უფლება წმინდა მიწის პოლიციამ უნდა დართოს. პანაგია პერდაესა სასწაულმოქმედი ხატია. ის ლუკა მახარობლის მიერ არის მოხატული. ხოლო მისი ჭედურობა ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწე ქართული ბერების მიერ არის შესრულებული. პროცესია მონასტერთან ახლოს ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მარიამის ცრემლებად წოდებულ წყაროსთან სრულდება. გადმოცემით ეს სწორედ ის ადგილია, სადაც კონსტანტინოპოლიდან ზღვით მოსულ ხატს ბერი გაბრიელი შეეგება და ქართველი დიდებულის იოანეს დაარსებულ მონასტერში დააბრძანა.
ათონზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის გამოგბრძანება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ამ დღეს განდეგილი და მდუმარე ბერებიც კი გამოდიან კელიებიდან. მინდა ადგილას ვიმყოფებით, აქ ღვთისმშობელი ქადაგებით შემობრძანდა ამ დღესასწაულს არა მხოლოდ ბერძნები, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს. ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს საქართველოშიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ და სასიხარულოა. წვიმელი შვიდეული სამშაბათს გამოგბრძანდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, კარიბჭის ღვთისმშობლად წოდებული და ლიტანიით თოვლის მთელს მონასტერს. ძალიან სასიხარულო დღეები არის. სასიხარულო იმ თვალსაზრისითაც, რომ ძალიან ბევრი ქართველი მომლოცველი ჩამოდის დღეს მონასტერში, დღესაც აი ამ ლიტიაში, აი ამ სველობაში. ეს ათონზე მნიშვნელობით რიგით მეორე მონასტერი ვატოპედია. აქ სამი ქართველი ბერი მსახურობს. აღდგომის დღესასწაულის მილოცვის შემდეგ მონასტრის ტაძარში დაცული სიწმინდეები მოსალოცად გამოაქვთ. ეს უნიკალური კადრებია. ვატოპედში ინახება ღვთისმშობლის ქამარი, რომელიც მაცხოვარზე მუცლად ყოფნისას თავად დაწნა აქლემის ბეწვისაგან. რუმინეთიდან ჩამოსული პილიგრიმები ანგენარას არჩევენ. სადღესასწაულო ტრაპეზისთვის ბერებისგან მიღებული ევლოგიის შესრულება ივერონში განსაკუთრებული პატივია. ერთი კვირა აქ ვიმყოფები, მინდა რომ დავეხმარო მართლმადიდებლურ ეკლესიას, რადგან აღდგომა უდიდესი ზეიმია, როდესაც დღესასწაულები დამთავრდება სამშობლოში დავბრუნდები. აქ სააღდგომო ტრაპეზი იმართება. სატრაპეზო დაახლოებით 1000 მომლოცველს იტევს. პილიგრიმთა დაპურება ლოცვის ფონზე მიმდინარეობს. ივერონში იდუმალი და შთამბეჭდავია თავად სააღდგომო ლიტანიობაც. ივერთა მონასტრის ეზოში ჩატარებული წირვის შემდეგ ბერები და მრევლი ისევ ტაძარში დაბრუნდა. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად ტაძარში ტრადიციისამებრ ჭაღები ირწევა. 980 წელს დაარსებულ ივერონის მონასტერს, რომელსაც იოანესა და თორნიკე ერისთავის სახელები უკავშირდება, 14 წლის განმავლობაში 6 მეათონელი ხელმძღვანელობდა. სავანე არა მხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა ძირითად სამონასტრო ცენტრად, არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად იქცა. გასული საუკუნის დასაწყისში მონასტერში 51 ქართველი მოღვაწეობდა.